მძარცველი მთელი დღის განმავლობაში ბევრ სახლს ძარცვავს. ბოლო სახლში ის უკანა კარიდან შედის. ამ სახლში იმაზე მეტი ძვირფასეულობაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახლში და არაფერი უშლის ხელს მათ წაღებაში. თუმცა ის არაფერს იპარავს. რატომ? ბოროტმოქმედი სახლში შევარდა და აბაზანაში წყალი მოუშვა. მან ტანსაცმელი გაიხადა, სხეულზე ცოტა წყალი გადაისხა და ხალათი ჩაიცვა. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აბაზანა გაივსო, მას წინაკარზე პოლიციის ბრახუნი შემოესმა. მან იცოდა, რომ პოლიცია მას დანაშაულში ეწმიტანილად მიიჩნევდა და ალიbi სჭირდებოდა. როგორ მიხვდა პოლიცია, რომ ბოროტმოქმედს აბაზანა არ მიუღია? გიორგის სკოლის ავტობუსი ყოველ დილით მისი სახლის წინ ჩერდებოდა, თუმცა გიორგი სკოლაში ყოველთვის ფეხით მიდიოდა. ის ხშირად ჩქარობდა და არც ვარჯიშის სურვილი ჰქონდა. მას რატომ არ მიჰყვებოდა ავტობუსს? პოლიციამ პიცერიის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა, რომელიც პროფესიით საზღვაო ქვეითი იყო. ინსპექტორმა მას განუმარტა, რომ მოწმეების აღწერილობის მქონე პირმა რესტორნის მფლობელი დაჭრა და სალაროდან მთელი ფული წაიღო. დაკავებულმა შემდეგი ჩვენება მისცა. ის ამტკიცებდა, რომ ამ პიცერიის შესახებ არასდროს სმენოდა, იქ არასდროს ყოფილა და მით უმეტეს არავისთვის უსროლია და არც სროლაზე გაუგია რამე. მისი თქმით, ის უბრალოდ ქუჩაში იდგა, როდესაც დაინახა თეთრ წინსაფრიანი და მზარეულის ქუდიანი კაცი, რომელიც მას ხორცის საკეპი დანით გამოეკიდა. საზღვაო ქვეითი ამბობდა, რომ მზარეული ყვიროდა, მან უფროს ესროლა, რის გამოც შეეშინდა და გაიქცა. დეტექტივი დაკითხვის ოქმის წაკითხვისთანავე მიხვდა. ეს კაცი ნამდვილად დამნაშავე იყო. თქვენი აზრით, როგორ მიხვდა, რომ საზღვაო ქვეითი ტყუოდა? მძარცველი ბოლოს სადაც შევიდა, ის საკუთარი სახლია. მან სამუშაო დღე დაასრულა და შინ დაბრუნდა. პოლიციამ ეს აბაზანაში არსებული წყლის დონით დაადგინა. აბაზანა პირამდე სავსე იყო. ლოგიკა შემდეგია, თუ ადამიანი აბაზანაში ჩაწვება, მისი სხეული წყლის გარკვეულ რაოდენობას გამოდევნის. მას შემდეგ, რაც ის წყლიდან ამოვა, აბაზანაში წყლის დონე საგრძნობლად უნდა დაწეულიყო. რადგან აბაზანა კვლავ პირამდე სავსე დახვდათ, პოლიცია მიხვდა, რომ მასში არავინ ჩაწოლილა. პასუხი: ყოველ დილით გიორგი მიდიოდა ფეხით, რადგან ის სკოლის გვერდით ცხოვრობდა და მას ავტობუსი არ დასჭირდებოდა. პოლიციელმა ეჭმიტანილს მხოლოდ ის უთხრა, რომ მფლობელი დაჭრილი იყო. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა იარაღით მიაღენეს ჭრილობა. საზღვაო ქვეითმა კი თავის ჩვენებაში თავადვე ახსენა სროლა. მან იცოდა, რომ მფლობელს ესროლეს.